სახელმწიფო და ფერმერი ირინე ფოველიშვილთან ერთად. ჩვენ ვიმყოფებით ჭიათურაში. მინდა გაგაცნოთ ჭიათურის კოლორიტური ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე ცდილობს, რომ იყოს ინკოგნიტოდ. ამიტომ ჩვენ არ დავასახელებთ მის სახელს და გვარს, არ გაგაცნობთ მის ვინაობას არ ვიტყვით, მაგრამ აუცილებლად ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ახლა უნდა ვნახოთ ქართული ცხენის შესაძლებლობები. რა შეუძლია მას გააკეთოს მხედრის მითითებით. ალბათ ამ სიუჟეტის შემდეგ ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი საჯინიბოს გაკეთების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა ფაქტობრივად საქართველოში უკვე არ არსებობს. თერგი. და ძალიან დიდხარ ვფიქრობდით რა დაგვერქმია. მაგრამ მე ჩემ შულს ყონდა გაკვეთილად ესეთი საქართველოს მდინარეები და რო ვნახეთ ეს საქართველოს მდინარეები რუკაზე და ზუსტად აი თერგი ესე მოდის წრილა და მე ფართოვდება და დავარქვით მაგიტომ თერგი. წავედით ახლა სხვა ცხენებით ვნახოთ და საჯინი. ახლა ჯერ ეს არის ქართული ჯიში. ქართული ჯიში არის და ძალიან გამოირჩევიან გონიერებით. და ჯერ ვნახოთ ახლა თერგი რეებს გააკეთებს, რეებს გვაჩვენებს. რასაც მოთხოვნის და მიუხედავად იმას აკეთებს. ძალიან მესიამონა რო თქვით ქართული ცხენიო. სამწუხაროდ ქართული ცხენი, როგორც კავკასიური ნაგაზი დაკარგული. ბატონო, აი სელექციური შეჯვარების მხრივ არის გამოყვანილი ჯიში, რომელიც სახელდება ყარაჩაით დღესდღეობით, მაგრამ ისიც ქართული ჯიში იყო. ქართული ჯიში. მას აპოლონი. აპოლონი? ომის ღმერთი? კი ბატონო. რამაყია და როგორი კარგია. ხოჩა, აი ბიჭი. ეს გასახედნი არის და ესე იგი ჯერ ისევ ესე იგი კვიცია, ხო, ასე ვთქვათ, ჯერ გაუხედნავია. ხო. აი ასე ვასწავლით ახლა ჯერ ამას. გამორჩილებას. აი ეს. ფეხი მეორე. ფეხი. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს საქართველოს იმისი, რომ ეს სპორტი აღდგეს. ცხენბურთი არ არსებობს. მარტო ქართულ სპორტს გააჩნია ცხენბურთი. და ეს იმხელად ძვირად საყურებელი სპორტია, ძვირად შესანარჩუნებელი არის. ეს არ უნდა იკარგებოდეს ასეთი სპორტი. ჭიათურა საჩხერის შემოგარენად ან თლიანად ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩაებან ამ სპორტში. სურვილი აქვს და ბავშვებს, მაგრამ იმათ საფუძველი აღარ აქვს. იმათ არ იციან, რომ აი ცხენზე როგორ დააჯდნენ, იმიტომ რომ იმის საშუალება უკვე აღარ არის. ისეთი მდგომარეობები ხდება სამუშაოების მხრივ, მრავალმხრივი სამუშაოების მხრივ, ეს მინდვრები დაიკარგა. ეს მინდვრები რო დაიკარგა, ამას უკვე რა არის, იცი? შეიძლება გაუკეთდეს რეაბილიტაცია, აღდგეს და ის ტექნიკამ რომ მოასწოროს ეს მინდვრები, არაჩვეულებრივი ცხენსაშენის გაკეთება შეიძლება, როგორც რო აი საწვრთნელი ბაზა, სამოსწავლო ბაზა, როგორც ბავშვების, ასევე ცხენებისთვის. და ამაში არა მარტო საჩხერის და ჭიათურის, ამაში ძალიან შეიძლება სხვა რაიონებიდანაც კი ჩამოვიდნენ ახალგაზრდობა. თავარია რა დონეზე გაკეთდება, როგორ გაკეთდება და ვის ხელში ჩავარდება ყველაფერი ეს. აი თავარია. შეიძლება გაკეთდეს ძალიან კარგად, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ეს ცხენი ჩემი ხნის ადამიანი ამას უკვე აღარ უნდა ხედნიდეს. ამას უნდა ხედნიდეს ახალგაზრდა.
ვინმე არ იფიქროს, რომ ცხენს შენი საუბარი არ ესმის. აბსოლუტურად ყველაფერი ესმის. დაწმუნებული ვარ, რომ ესმის. აბსოლუტურად. განწყობაც ესმის. რა თქმა უნდა. როგორი განწყობით ხარ? ჩემო იპუგდითო მეგზურო. სად ვართ ახლა ჩვენ და რა უნდა მაჩვენო? ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილზე. ჭიათურლები როცა გადახურდებიან ხოლმე და დიდი სიყვარულით გული აუდუღდებათ ხოლმე, აქ ამოდიან და ამ ადგილზე გილდებიან. ამას ქვია ტეხისა სალოცავი. აი როგორი სალოცავი არის. ჩვენ ნახავთ ახლოს მივარ. კი. ტეხისის მონასტერი არის აქა და ეს ისეთი ადგილია, ხელის გულივით ჩანს ჭიათურა და აი აქედან მე შევძლებ უკვე თქვენ დაგანახოთ ჭიათურას რამდენი უნიკალური ლოკაცია გააჩნია და რომელ მხარეს არის. როგორი საოცრებები არის ჭიათურაში. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, პირველი საუკუნის ძეგლი აღმოჩნდა სოფელ იტყვისში. პირველი საუკუნის და ასევე არის არაჩვეულ მარტო ის რა დღის კაცხის სვეტი ეს ჭიათურის სავიზიტო ბარათია და ამაზე კიდევ არანაკლებ საინტერესო მღვიმევის მონასტერი, რომელიც არის მღვიმეში გაკეთებული ეს მონასტერი და არის ძალიან დიდი მნიშვნელობის და უნიკალური და ჭიათურაში გნებავთ ფლორა, გნებავთ ფაუნა თუ ეს აქ ისეთი იშვიათი ცხოველები არის უკვე ნანახი და ისეთი იშვიათი მცენარეები ალპურ ზონებში მოკლედ ახლა რა არის იცით ეს ადგილზე უნდა მივიდეთ და ვნახოთ. რა თქმა უნდა. და ისეთი ადგილი არის რაჭა-ხრეითის საზღვარს ვეძახით ჩვენ. აქ ხო ხედავთ ახლა როგორი ნიავია და ეს ნიავი არ არის. ისეთ ადგილზე დაგაყენებთ, სადაც აი ეს ტელეფონი ხო არის, აი ეს გასაღები ხო არის, ხო ამას თავისი სიმძიმეა. ვერ გადააგდეთ კლდიდან. იმ ხელა ნიავი უბრალოდ აი რო ვდგევარ ტუჩებს ბოდიში და სუთხლაშა ტყუში გავუდის. რო გიდოდეს რამის გადაგდება ვერ გადააგდეთ. თარო იყო აგერე სუ ზემოთ. ის არის რაჭა-ხრეითის საზღვარი და აი ეს საყინულე ზუსტად იქ არის. ოდნავ მიატრიალი ახლა კამერა აი იქეთ არის ეს უკვე ტბა შემორევა არის იქა. ახლა ჩამოვიდეთ აი ეგ კლდეები რო ჩანს, კლდეები აი იმ მიმდებარე იმ კლდის უკან არის ძუძუანას მღვიმე და აი ეს უკვე აი ეს არის ყოფილი პიონერთა პარკი ჭიათურის. ხო და ახლა მიდის რეკონსტრუქცია მაგისი ყველაფერი. და მაგ ბაღის პარკის აღდგენა და ეშმაკი ხო კი ეშმაკის ბორბალიც იქა და მთელი ამბები. არის ძალიან ბევრი წვრილი ნიჟარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის იმ ტერიტორიიდან, სადაც თავის დროზე ზღვა იყო. კი ბატონო. კი. აი როგორი ნიჟარები არის ქვა. წვრილი ნიჟარებით არის მთელი ქვა შეკრული. წვრილი ნიჟარები. ეს არის საოცარი. და აი ეს მონაკვეთი არის მარიამ ღვთისმშობლის ხატი. ლოცულობდნენ ხალხს. ადგენ მე და რამდენსათი დაამთავრდა 4 ადამიანი იყო. დანარჩენი მიჩერებოდნენ. მე ეს აჩინეს და ლოცული და აქ არის ახლა ეგ დაამთავრდა უფრო გაიარა. რას ნიშნავს ეს ქვა? ყოფილა საკონელიო შემოსული რა ვარც მეთქვა მოხუცებულმა ხალხმა ისე გეუნე. ვერ გუურეკიათ. ხო. მე უთქია ერთს რომ მოდი დავკლა თეთრი და ერთიო და ვიკეიფა და უკლია და უკეიფნიათ. საკონელი თავის ფეხით გასულა. ხო და მე ეს ქვა მოუტანიათ. ეს არის წასრის წმინდა გიორგის მე-17 საუკუნის ეკლესია, ხის ეკლესია, სრულიად ხით და ეს არის ხე
ცაცხვის ხე და რატო ვიღებთ ახლა ამ ცაცხვის ხეს? ჩვენ ვიცით ვაჟა-ფშაველას ხმელიწიფელი და როგორ ზრდის ხმელიწიფელი მის ნერგზე, მის ფესვზე ამოსულ ნერგს. და შეხედეთ ახლა დააგვირით ამ ცაცხვს, სადაც ნერგი იზრდება, იმ მხარეს არც ერთი მთავარი ტოტი არ აქვს გამოწეული და როგორ აძლევს საშუალებას, რომ იმის შემდეგ სიცოცხლე მისმა ნერგმა გააგრძელოს. და როგორ შეიძლება ამას ადამიანმა ან ნაჯახი და ან ხერხი მოუღიროს. ეს არის საოცრება, ბუნების საოცრება. წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიიდან საქართველოში სულ 2 ასეთი ეკლესია შემორჩენილი და ერთ-ერთი ჩვენს უკან არის. სახელმწიფო და ფერმერი ირინე ფხოველიშვილთან ერთად.